აქედან არ შეგვიძლია გადაღება? არ შეიძლება. აქედან არ შეგვიძლია გადაღება? აქედან გამოდი და გარეთ. ანუ ეზოს გარეთ ხო შეგვიძლია. საქალაქო სასამართლოში დილის 10 საათზე მივედით. მალე 18 წლის საბა ჯიქიას დასკვნითი პროცესი უნდა დაიწყოს. სასამართლოს შესასვლელთან მანდატურები გვაჩერებენ და გვეუბნებიან, რომ კამერები გარეთ დავტოვოთ. 18 წლის ბიჭი დახურულ დარბაზში დამნაშავედ უნდა ცნონ. ჩვენ ამის იქეთ არ შეგვიძლია გადაღება? ეზოში კადრიც არ შეგვიძლია რომ გადავიღოთ? ტელეფონი და აპარატურის გარეშე შეგიძლიათ შევძანდეთ თქვენ მარტო. ყველაფერს რაც მუშაობაში მჭირდება გარეთ ვტოვებ. ოპერატორიც სასამართლოს მიღმარჩება. მათ სასამართლოს ეზოშიც არ უშვებენ. უკვე ერთი კვირაა მედია სასამართლოს ხდომებს დარბაზს მიღმა ქუჩიდან გიყვებათ. კანონის ხდომაზე დასწრების უფლებას გვიტოვებს, ამიტომ პროცესზე კალმი და ფურცლით შევდივარ. პირველი, რასაც ვაკვირდები, თუ არის დარბაზში კამერა, კანონის მიხედვით გადაღების უფლება სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს აქვს. როგორც ჩანს ამ პროცესისთვის და შემდეგ ყველა სხვა სასამართლოსთვის, ასეთი პირი ვერ მოიძებნება. საბა ჯიქიას, რომელიც ძიმე განაჩენს ელოდება, არავინ იღებს. მისი განაჩენი ამ დღეს არ გამოცხადდა. დახურულ დარბაზში 21 წლის გიორგი მინდაძე 5 წლით უკანონო პატიმრობაში გაუშვეს. არ ვიტირებ, არ დავეცემ. ასე თქვა გიო, ბიჭებს ჭირდებით და გამჩერდეთ. შემოგეუნ. გიორგი მინდაძეზეც ბევრს მოგიყვებით, მაგრამ ჯერ საბა ჯიქიას ემოციების გადმოცემას შევეცდებით. რადგან სასამართლო დარბაზში კამერის გარეშე პირველად მუშაობთ, კადრების ნაცვლად გვაქვს ჩანაწერები და ჩანახატები. სასამართლოს დარბაზში შემოყავ 18 წლის საბა ჯიქია, ბორკილებს ხსნიან და საბრალდებო სკამზე სვამენ. საბა იცინის, მეგობრებს უცინის, დედას ამხნევებს. ჯერ განაჩენი არ გამოცხადებულა, დედა უკვე ტირის, საბა ეუბნება, ცრემლები მოიშორეო. საბა სულ იცინის, 18 წლისაა, 4 წელი, ხელით ანიშნებს მეგობრებს. ალბათ ეს გონია თავისი განაჩენი. დედა შულს ფოტოს უღებს და მანდატურების შენიშვნას აძლევენ. გადაღება არ შეიძლებაო. მოსამართლე მოусმინა მხარეებს და განაჩენის გამოცხადება გადადო. გამოიტანს გამამტყუნება განჩენს, ეს იქნება ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც დაადასტურებს, რომ თეთრი ფურცლების შეტანის შემთხვევაში შესაძლებელია დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. ქართული ოცნების მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით სასამართლოს ხდომის ვიდეო აუდიო ჩაწერაზე, ტრანსლაციაზე გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს. საბჭოს, რომელსაც მედიასთან საკონტაქტო პირიც არ ჰყავს, ოფიციალური წერილით ბევრმა მედია საშუალება მიმართა. ახლაც ვამოწმებ მეილს საბჭოდან ამერიკიდან არ მაქვს წერილი, მე გუშინ წინ დავწერე, რადგან ვიცოდი, რომ სამში ორ საქმეზე უნდა გამოცხადებულიყო განაჩენი საბა ჯიქიაზე და გიორგი მინდაძის საქმეებზე. გუშინ მათ ჩემი წერილები უკვე ჰქონდათ, მათ შორის ამ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით უნდა ემსჯო. მაგრამ მსჯელეს არა არ ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღეს არ ვიცი, ვრეკავთ ხელხაზე და ან პასუხობენ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მივმართეთ და დიდი ხანთან მივმართეთ. ანუ არანაირად მათი პასუხი არ გვაქვს და სავარაუდოდ ესე იქნება სხვა პროცესებზე. ვინ არის სასამართლოს უფლებამოსილი პირი, ვისაც გადაღება შეუძლია, ამას ვერასდროს გავიგებთ. მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესების წინ საბჭოს ვებგვერდზე ვერ პოულობთ შესაბამის ველს, სადაც განცხადებას ფოტო, ვიდეო ან აუდიო ჩაწერის შესახებ შევავსებთ. იუსტიციის საბჭოში ოფიციალურად გავგზავნეთ წერილი პასუხი არ მიგვიღია. საბჭო, რომელმაც ხდომის საჯაროებაზე უნდა იმსჯელოს, უფუნქციოა. გიორგი მინდაძის განაჩენის გამოცხადება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ გადადო. ითათბირა 20 წუთი და 21 წლის სტუდენტს თავისუფლება 5 წლით აღუკვეთა. უკანონო განაჩენი გიორგის დედის დაბადების დღეზე გამოცხადდა. ამ სახელმწიფოსგან სხვას არ ველოდი, გალუსტაშვილისგან სხვას არ ველოდი, იმიტომ რომ მაგან სიყვარული არ იცის. გიორგის სამშობლო სიყვარულით არის დაჭერილი. შაბათის ფორმულამ გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის რუსეთის მოქალაქე მამის და დიასახლისი დედის მდიდრულ ქონებაზე გასულ კვირას მოგიყვათ. სოფელ მუხრანში გალუსტაშვილები 9000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს და ბიზნესებს ფლობენ. მობილური ტელეფონებით გადავიღეთ ამ დღეს მანდატურების ძალადობა, ძირს დაცემული ქალები, სასამართლოს ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანები. განაჩენის გამოცხადებამდე მინდაძის მეგობრებს მანდატურებმა სასამართლო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, მათ აქვთ დაზიანებებიც.
უკვე გადაღება აკრძალულია, მაგრამ სასამართლოში მიმდინარე პროცესები ისევ ხმაურიანია და ისევ არ იმალება. განაჩენის გამოცხადებას უფრო დიდი ხმაური მოჰყვა და მანდატურების ძალადობის მასშტაბიც გაიზარდა. კანონის ავტორებს, ვინც მედიას სასამართლოში კადრების გადაღება აუკრძალა, ალბათ ამ კადრების ნახვა ახლა ყველაზე მეტად არ მოსწონთ. ის რომ სასამართლოდან უსამართლობის ხმა ისევ გამოდის. სინამდვილეში ყველა მიცის, რატომ აკრძალეს სხდომების საჯაროობა. მიზანი გქონდათ რომ დაეხურათ სხდომა, ვიყავით ბევრი ადამიანი გულშემატკივრები და ალბათ მაქსიმალურად უნდათ რომ ამ მხარდაჭერის გარეშე დატოვონ სინდისის პატიმრები. ყველა პროცესი აბსოლუტურად ყოველთვის დერეფანში იქნება ეზოში თუ სად მანდატურები როგორც ცდილობენ ჩვენს პროვოცირებას. ეხლა არაფერი არ ხდებოდა საერთოდ, უკვე მოქალაქეები გამოვდიოდით, წინ მიდექით უბრალოდ და დაიწყეს მოწოლა, ჯაჯგური, დარტყმა, თუ ვინმე ამ შენობაში ცირკს დგას, ეს არის მოსამართლეები, ეს არიან პროკურორები და ეს არიან მანდატურები. აქ უნდა იყოს მინდაძის დასკვნითი პროცესის კადრები, თუმცა არის სასამართლო დარბაზის ჩანახატები. ასე გამოიყურებოდა 21 წლის გიორგი მინდაძის დასკვნითი სასამართლო პროცესი ბრალდებულის თვალით დანახული. ეს გიორგის პროცესიდან პროკურორის ეს უკვე მხატვრის ჩანახატებია დარბაზიდან. ასე გამოიყურებოდა გიორგი მინდაძის იუბილარი დედა განაჩენის მოლოდინში. 21 წლის გიორგი მინდაძემ პროცესზე დედას დაუწერა დე ბოდიში, რომ ახლოდან ვერ გილოცავ. ეს პროცესი ჩემცაც ისეთი უცხოა, როგორც ყველა ჩვენგანისთვის, ალბათ განსაკუთრებით ჟურნალისტებისთვის, რომლებიც დიდი ხანია აშუქებთ უკვე ამ ყველაფერს მიმდინარე მოვლენებს. და ვფიქრობ, გარკვეული პროტესტის გამოხატულებაც არის და იმას ამტკიცებს, რომ ყოველთვის შეგვიძლია რაღაც გზა მოვძებნოთ. სანამ პარლამენტშიც აკრძალეს გადაღება ან დამასანქცირეს, მანამდე კითხვებს დავსვამთ ოცნების დეპუტატებთან. რატომ უშლიან მედიას ხელს მუშაობაში, რამდენად არ მოსწონდათ სასამართლოში მიმდინარე უსამართლო პროცესების შესახებ მოყოლილი ამბები. შედით შედით როგორც კორესპონდენტი ჩაიწერეთ, მე რეპორტაჟი გააკეთეთ. საჯამბაზოს და ემსგავს სადარბაზი გახსოვთ ხო? იმის გამო რომ ის იყავით წინასწარ რაღაც დადგმებს აკეთებდნენ, ზოგი წამოიყვირებდა, ზოგი რაღაცას გააკეთებდა ამას. მედია კი არ აკეთებდა. მედია იქ რომ იყო იმის გამო დგავდნენ ვიღაცების ხვები იქ წარმოდგენებს. ვერ ვიღებთ ვიდეოს, იცვლება კი. ალამიდაბუსი ჩაიწერებენ და თავარია სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება აქვს ჟურნალისტებს. ერთადერთი საკითხი დარეგულირებისა მიზნად ისახავს, რომ ის შოუ და მასკარადი, რომლის მოწყობასაც ცდილობენ სასამართლო პროცესებზე გარედან დაფინანსებული ადამიანები, ეს ვეღარ მოხდება. არადა ქართული ოცნება წლების წინ სწორედ იმით ამაყობდა, რომ წინა ხელისუფლების მიერ დახურული სასამართლო დარბაზები გახსნეს. წლების წინ სხდომების გადაღება იგივე მოტივით აკრძალეს, რასაც ახლა ოცნების დეპუტატი გვისახელებს მიზეზად. გახსოვთ, მაშინაც იყო აკრძალული და თქვენ როდესაც მოხვედით ხელისუფლებაში მოძრაობა გრძალობდა იმის გამო, რომ მაშინ სასამართლო პროცესები არ ტარდებოდა კანონმდებლობის დაცვით. ჟურნალისტებს შეუძლიათ რომ დაესწროთ სასამართლო პროცესებს, როდესაც გამოხვალ შეგიძლიათ გააკეთოთ კომენტარი. ეხლა თუ თქვენი მსმენელი და მაყურებელი თქვენ არ გიჯერებთ, ეს ჩვენი პრობლემა და არავის პრობლემა არ არის, ეს არის უშუალოდ მედია საშუალების პრობლემა. ამავე კვირაში იყო სინდისის 11 პატიმრის პროცესი, ისიც დახურულ დარბაზში, ისიც კამერების გარეშე. მოსამართლე აქაც ნინო გალუსტაშვილია. სხდომათა დარბაზში შემოყავთ ბრალდებული ონისე ცხადაძე, რომელსაც გასულ კვირას მამა გარდაეცვალა. ბრალდებული დარბაზში მხარდამჭერებისგან სამძიმარს იღებს. ონისე ცხადაძის სიტყვაზე ტირიან სხვა ბრალდებულები, დაკავებულების ოჯახის წევრები და გულშემატკივრები. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი. პირველად მის გულზე ხელი დავინახე, როცა მაკავებდნენ. ციხეში ვიგებ, რომ ჭიშკართან პოულობენ მამაჩემს მკვდარს. ესეთი ბრძოლაა კაციჭამიებთან ბრძოლა. ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს. ამათმა ეს რა იციან. მე ვიცი, რომ ეს ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გვინდა. მაგრამ ქვეყანა მეწოდება, საიდან იქნება ამოსათრევი არავინ ფიქრობს. სიკვდილის შიში დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და კიდევ ერთი მიზეზი მაქვს, რომ სიკვდილის არ მეშინოდეს. ჩემზე ნუ იდარდებთ, ქვეყანას მივხედოთ. სანდოებით, რომელიმე საჯარო ინსტიტუცია
სასამართლოს დახურვა პოლიტიკური განაჩენების წინ იურისტებმა კარგად იციან რატომ მოხდა. ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს, მსგავს კანონებს საკუთარი უკანონო ქმედებების კანონიერად წარმოსაჩენად წერენ და აღასრულებენ. ამ რეალობაში ეს არის ერთგვარად კომფორტის შექმნა არსებული სამოსამართლო კორპუსისთვის, რომ მათ მშვიდად გარემოში შეუძლიათ გააგრძელონ უსამართლო მართლმსაჯულების გაგრძელება, აღსრულება, ხოლო ყველა სხვა დანარჩენ ადმინისტრაციულ საკითხებზე იზრუნებს საბჭო, ხო? ერთგვარი როლების განაწილება არის და პასუხისმგებლობის განაწილება იმისთვის, რომ მხოლოდ ერთ ინდივიდუალურ მოსამართლეზე არ მოდიოდეს მთლიანი საზოგადოებრივი წნეხი კრიტიკა, რომ მან მიიღო უსამართლო გადაწყვეტილება და ამაზე საჯაროდ საუბრობს ყველა შემდგომ. ოცნებამ დააჩქარა კანონის მიღება, მაგრამ სასამართლოში თემიდას დაცემის ამბავი ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო ტრიბუნაზე იციან.